ვაკი გოგიჩაიშვილი ამბობს, ეკონომიკური მდგომარეობა გამოსორდა, ლარი დასტაბილურდა, სამუშაო ადგილები იქნებაო და გაბუნი აჩერებს, რა სისულელებს ლაპარაკობ? 10 წამში ეთერში ვართო. მავანტყოფი ეუბნება რუსთაველის თეატრის დირექტორს. რა არის ავანტყოფი რომ დაგიწერიათ აბრაზეო? და დირექტორი კიდევ პასუხობს, რა ვიცი, დოქტორმა ეგრე თქვაო. ბიძინას ეუბნებიან, ბატონო ბიძინა, გაიგეთ, ბანგლადეში, სირია და მაკედონია ჩვენზე იაფი ქვეყნები ყოფილაო. და ბიძინა პასუხობს, ვა, მართლა, მიდი ერთი დამიდგინე ზუსტად რა ღირსო. ნუგზარ მალაღურაძე ამბობს, ახლა რომ ატეხეთ სარეკრეაციო ზონებზე ამბავი, მაშინ რატომ არაფერს ამბობდით, ბატონი ვახტანგ გორგასალი რომ ნადირობდა და ამხანაგი ხოხობი და პატივცემული მივინო წყალში რომ ჩაიხარჯნენო. ექსპერტები ეუბნებიან ნარმანიას, საცობების პრობლემის შესასწავლად სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ექსპერტი ვარ ჩამოსულიო. ნარმანია ეკითხება მერე და რა იწევს საცობებსო? ხომ გითხარით სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ექსპერტი ვარ ჩამოსულიო. დიასპორის მინისტრს მოახსენებენ, ჩვენი სამინისტროს ვებგვერდი გატყდაო და მინისტრი პასუხობს, რა დაემართა კაცო, შარშან ვიყავი შესული და მშვენივრად მუშაობდაო. ნამაღლარი ამბობს, გაანებეთ ჩემს ანბანის კოშკს თავი. ეგ ტერორისტების სატყუ არაო. რანაირი სატყუ არაო, ჩაეკითხებიან. რანაირი და შეასყდებიან ტერორისტები და ვერავის მოჭამერო. ეკას ღულაძე ბრძანებს. უკრაინის გაის ყველა თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდეს. პეჩორის ლავრას მიშენდეს ლიფტი და რომელიმე ბლანჟეიანმა გუბერნატორმა დაწეროს სიმღერა პეტრო მაგარიაო. ორი თბილისელი მავანი საუბრობს. აუ ბიჭო, დონატი აღარ ყოფილა, რა ვქნათო და. მეორე კიდევ პასუხობს, წამო ისევ ხინკალზე, მუჟუჟზე და ხაშლამაზე გადავიაროთ. მავანშენკოს ეკითხებიან, ადეიშვილი კიევში რა რჩევებს გაწევთოდა. მავანშენკო კიდევ პასუხობს, რა და როგორ უნდა გაიქცე ქვეყნიდან 9 წლის შემდეგ და სხვა ქვეყანას რჩევები როგორ უნდა მისცეო. რუსეთს ეკითხებიან, 2008 წლის ომის გამო სააკაშვილს რატომ უჩივდოდა. რუსეთი კიდევ პასუხობს, რატომ და შედეგები გააყალბაო. საკრებულოს წევრებს ეუბნებიან, ხალხი ჩივის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძვირია და რა ვქნათო. საკრებულოს წევრი კიდევ პასუხობს, რა ქნან და მოგბაწონ ჩვენ, იარონ ჯიპებითო. გიგი უგულავას ეკითხებიან, როგორ გონია ეგ ციხეზე გადაცემა გაამართლებსო? და უგულავა კიდევ პასუხობს, კი, როგორ არა. 2012 წელს საპილოტო პროექტი რომ ნახა ხალხმა, გადაირია და ქუჩაში გამოვიდაო. გია კობახიძეს ეკითხებიან, 27 წელი რომ პოლიტიკაში ხარ, რა გაგიკეთებია პოლიტიკისთვისო? რა და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანიო? ავთანდილ ბერიძე ამბობს, ახლა რომ ამბობ, ძვირიჯდება მანქანის შეკეთება, ძვირიჯდებაო. ის ხო კარგად გინდა და 100.000-იანი მანქანით რომ ვიარო. უმრავლესობას თათხავენ, მარტო საგანელიძეს რატომ უშვებთ მარგოლაშვილთან? და უმრავლესობა კიდევ პასუხობს, რა ვქნათ, ზარიც გაუშვით მანამდე, მაგრამ არ გადმორეკაო. ბიძინას ეკითხებიან, ტელეწამყვანობა რატომ გადაიფიქრეო? რა ვიცი, პილოტი ჩაწერენ და ტელეეკრანზე მაკაცინცაძე ჩემზე ლამაზი ყოფილაო. ხადურს მოახსენებენ, ლარი კიდევ დაეცაო. ხადური ცოტა ხნით დაფიქრდება და ამოიოხრებს. მაგას აღარაფერი ეშველება. დაკალითო. მარგველაშვილი საყდურობს პარლამენტს. ახლა ვერ მომისმენთ რას ქვია. თქვენ მე მართლა მოცლილი კი ნუგონივართ. ირმებიანი ჯემპრი მაქვს დასამთავრებელიო. პროკურორს ეკითხებიან, გუბერნატორის მოადგილის საქმე რატომ აიღეო? რატომ და უფროსმა მითხრაო? ეგრე უფროსმა რო გითხრას, მეორე სართულიდან გადახტებიო? ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.